ეს უკვე დანაშაულს აკავს რა, იმიტომ რომ ესეც ერთხელ მოგივა, მაგრამ 20 წლის მანძილზე რო გრძელდება, მერე უკვე ემსგავსება დანაშაულს ეს ამბავი და კიდევ ერთხელ თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ყურნი ასხენას თქვენად, სანამ საქმე მისულა განკითხვამდე ჯობია თვითონ განიკითხონ თავი. ნამდვილად ჯობია. ისე სინანული ძალიან ბევრ ამეშვებს. მე დღემდე აი შეძრული ვარ ერთ-ერთი აი ის გამოც იყო ხოლმე გამოსვლები დაღუპული ბიძის მამამგზავრა. ბიჭო სინანული მენახავდა თქვა რა. ვინმეს ეთქვა რომ მაპატიებდა, ფიცა ყველაფერს მაპატიებდა. აი როგორი მინიმალური ადამიანების მოთხოვნაა, ხო? მინიმალური რა. არ ვიცი ამას რა უდროს ხოლმე. აი არ ვიცი ამას რა უდროს. ისე სამართალსაც კი არ ითხოვდა რა. ელემენტარულ ადამიანობას ითხოვდა, თუმცა სამართალი ადამიანობა ეს მაინც არ გულისხმობს ვიცით ყველა, ხო? სიმართლე და სამართალი არ არის ერთი და იგივე. სამწუხაროდ ჯერჯერობით, ოდესმე ალბათ იქნება. ყველა შემთხვევაში მოხალულ თქვენარი ადამიანი აქტიურად ებება ხოლმე ამ თქვენ აზრებს გამოთქვამთ და მე ბევრი მეგობარი მყავს აი ასეთი ქართველები როგორიც შეძლებთ. გეთა SMS-ი მოვიდა მოიწიეთ ეს ადამიანი. კარგი იქნება. ესეშიო. თვითონ თუ გადაწყვეტს, უნდა იყოს რა, გამოვიდეს, გამოვიდეთ რა ძმებო რა. გავიღუპეთ გეუბნებით რა. გავიღუპეთ რა, ვიღუპეთ მე აი სიტყვა არ მithქვამს. არც ადამიანები მიყვარს მაგასთანაც, მაგრამ ეხლა რო არა ვთქვა რომ კარგია, მოსავალნელი არ არის და შეიძლება ვეცადოთ, თუ ვერ ავიცილებთ, ვეცადოთ მაინც ამის აცილებას თავიდან. იგივე ხო? ბიჭო, ომი იყო აფხაზეთში. იქო აკდესი ანდავის სომხური ბატალიონი იყო და აქ ჩვენი მხრიდან სომეხი ბიჭები იბრძოდნენ. როგორ გასული და ქურთები რო იბრძოდნენ და ბიჭო, რამდენჯერია კიდე სხვა იბრძოდა, ეს არ უნდა თქმული იყო პასუხი. რაშია საქმე? და იქიდანაც სამწუხაროდ მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით ამიშის იქ მეთაურმა ქართველმა მაჩვენა აგენტები იმათი რა. საუარდა ჩვენებს ხელში ქართველები იყვნენ დაწვა სხვა ეროვნების ხალხი კი არ იყო ის პრეზიდენტი ტოლკა სვაი მე სიამოვნებით დაგიკავშირდებოდით აი ვინც შემოხვედით ბოლოს თუ დამირეკავთ სამავალებს დიდი სიამოვნებით მოგიწევდით უახლოეს დღეებში ჩვენთან ერთად ახლა მაყურებელი ყავს ისმენ დიახ ესეთი ისმენ მოგესალმებით ბატონო ვესახები ბატონ აკაკის ეხლა ბატონო აკაკის გამინდა იცით მე გუშინაც დავრეკე ზუსტად ეს თემა იყო რა ყველა იძახით რომ აი დამთავრდა ეს ხელისუფლება იდის ისეთი საბჭოება რჩება რომ თვითონ ერთხელ დავიზინებთ გავავიძებთ აღარი ასე თვითონ არ არის ეხლა მე რამინდა ხა რაღაც ეხლა აი პარტიის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკობდა აქ ბატონი მან ჩამოაყალიბა მოღაი აპირებს ხო თუ აპირებს ხო და ეხლა კიდე ისეთი ტენდენცია მიდის რომ აი ოპოზიციაში აი ეხლა ესეთი განწყობები აი ამას აქვს უფლება ოპოზიციაში რომ არა ყოველი ხალხი ეს იყო იმიტომ და მე ესეთი აზრი მაქვს ვინც ინა იყოს ეხლა ბურჯანაძე იქნება ძალიან მოღაიდელი იყო ეს რესურსი ჩვენ ყველა გამოვიყენოთ ერთი პირობით ბატონო აი როცა მოვიშორებთ ამ მოსაშორებებს დალაგდება მეტნაკლებად ქვეყანაში ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში ისტორიის მანძილზე ყველამ უნდა აგოს პასუხი ყველასთან იქნება კითხვები ყველა აბსოლუტურად ბურჯანაძე იქნება ოქრუაშვილი ჩვენ მე თუ ვინ ყველამ თავისი კითხვები უნდა გასცეს თუ იქ არის დანაშაული იყოს თუ არის შეცდომა იყოს ბოდიში მოიხადოს აი ეს ამბავი უნდა მე ესე მგონია და აი იმიტომ არ აგოს თქვენ რო იძახით მიდის ახლა დაგენია წასვლას არ აპირებენ და რო წავიდნენ მთელი საზოგადოების ყოფილი ხელისუფლების იმ აკაზნიკების დავიცი იქით საფრანგეთში ოქრუაშვილის ყველას აი ხაინდრავან კოსტორად რა მის მიმართაც ბევრი კითხვებია მე და ოქრუაშვილიო ერთად დავждებით სასამართლოში გაგვასამართლონ მერეო ოღონდ მერეო უკვე მართალი კაცია ხო და ასე უნდა მოვიცეთ და ის რომ ეგრე ყველა ვიღაცა იყავი ყველა უცოდველები არავარ რა ნუ გადავაყოლეთ ეს თუნდაც ბურჯანაძე მამამისის შემოტანილი ობიანი აგოს მამამისმა პასუხი გასცეს თუ არის პასუხი ბურჯანაძე მაგოს იმაზე დაუშვათ თუ რაღაცა
7 ნოემბერია თუ რაღაცა იმაზე. ასე რომ მე ესე მგონია რომ თქვენ რა აზრის ახალ ამ ამბავზე და მაინც და კიდევ ერთი ისა გუშინ შემოგება წარმოვიდგინე თითქოს ენა მიხეილაძე და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ის ჩრდილოვანი რაღაც ესეც მე მგონი კაი აზრია რომ რაღაც დარბაზული ხო შეიქმნას რაღაც ალტერნატიული პარლამენტი იქნება თუ უხუცესთა საწყისი აიქნება მოკლედ ყველა მხრივ უნდა ვცადოთ კი ბატონო ხაროთ მე საკამათო არაფერი მე ძალიან კარგი ვხვით რომ ასეთი ვიზახებთ ხო მე ეხლა იგი მას აგავს სახომარო არ არის მაგრამ აშენებია რა თქვა რომ აი არის იბერია გაფრინდება ამბობენ რა თქმა უნდა მეცემდია ოღონდ ისე არა რომ არაფერს არ გავაკეთებ ჩვენ რა როცა გამწყინებულა ხის წყალობაც იყო და ჩვენი მეცადინეობაც ეს არასერთხელ არ ყოფილა თავისთავად და ხა ჩვენთან უფრო ესე წარმოუდგენიათ რომ აი ადამიანში ჩვენს მაგივად გავაკეთებთ რა ესე იგი ჩვენს მაგივად იმუშავებს ჩვენს მაგივად დააწერეს დახატავს პოლიტიკოსიც იქნება ხანდახან უწმინდესად კი მოთხოვენ ხოლმე ესეთ რამეს რომ რატო არ უწმინდესად როგორ უნდა დაიწყოს ახლა რა უნდა გააკეთოს ხო ჩვენი გავაკეთოთ ყველამ და აბსოლუტურად მართალი ძალებით თუ ადამიანი რაღაცა ეტაპზე დღება სიმართლის მხარეზე ვის აქვს უფლება ხელი კრას მას და თუ იმას მივახცევთ და უნდა მივახციოთ თუ კი არა აუცილებლად თორე გევნებ დავიღუპებით რა ეს ამდენი ნაცვალები ეს უმდიდრესი ისტორია არა აქვს ასეთ ჩვენ ხელა ხალხს ასეთ ისტორია ეს დიდი კულტურა მართლა გვაქვს ახლა ჩვენ ვერ ვიყენებდეთ და ვერ ეს კიდე სხვა პრობლემაა რა ის ნიჭიერება რომელიც მოსგავს ჩვენ ხალხს ეს რატო ეს ულამაზესი ქვეყანაა შეხედეთ რა ქვეყანა რა პერიოდია და გავიდით ქუჩაში აი ესე გავალ ახლა ვივლი ეს პატარა საქმეა კაცო ცარი უძაბნოა ზღვარი შეხედეთ ამრავალფეროვნება ხო ეს რატო უნდა მოიშალოს და აი თუ გავასწორებ მაშინ გასწორდეს სხვა მართალი გასწორდეს ყველა პასუხი ჩვენ სწორედ დამნაშავეა აისაჯოს შეცდომა ოდიშ მაინც მოიხადოს თვითონ შეგვარესმოდეს და დარწმუნდეს რომ შეცდომა იყო ხო სწორედ როგორ შეიძლება ახლა ეს ამბავი ესე გაუცვალებელი ამბავი სანუ როგორი წარმოდგენებია ხო რომ საავტორო უფლებებია ამ ესე იგი ეს არის ლიცენზია მაქვს აღებული ვერ მოიგონებს ვერავინ ახალს ვერაფერს რა ხო არისტოტელე მის დროსაც უკვე ყველაფერი გამოსწილი იყო კი არ მოუგონია სამი ფორმაა მართლობისო მონარქია დიქტატურა და დემოკრატია დაამთავრა რა არ არის სხვა არც მანამდე ყოფილა და არც მერე და ვერც იქნება სხვანაირი ფორმა ვერ იქნება უბრალოდ რა აი ჩვენი არჩევანიც ეს არის იმას თავისი ქვე რაღაცა მინდოდა აი დემოკრატია შეიძლება იყოს ამ ტიპის წყობა თქვა საპარლამენტო რესპუბლიკა შეიძლება საპარლამენტო მონარქია შეიძლება საპრეზიდენტო იცით ჩვენ მინიმუმ ყველა ვიცით რომ თვითმმართველობა რომ უნდა იყოს თვითონ რომ უნდა მართავდეს ყოველ დასახლებული პუნქტი თავის თავს ხელმა კაცობრიობა მისის ჩვენს გარდა რა უბრალოდ ჩვენც ვიცით არავინ არ გვანებებს მოვიპოვოთ ამის უფლება ერთად ასაც ხებდანაც რა მოვიპოვოთ რა თქმა უნდა არავინ ასაც ამსვერა რატო წავა თან ამან გატყობა იცის ახლა ჩვენ ვერ მოვასწარეთ იმას გითხრა თორე ისეთი გატყობა იცის მე ხალხის შემეხეlis კარა წელიწადის კი ვერ ვიყავით რეალურად და ჩემი თავი დამიწერე ფოტო მე ვათვალიერებდი ხოლმე რაღაცა წერდი და დამჭირდა რომ ფოტოები შემესო და ეს სურათი მაქვს მithქვამს ხოლმე რა და იქ არ მომწონს ჩემი თავი რა ისეთი რაღაცა იერი გადამკრავდა რომ მივხვდი რომ რაღაც მომენტში ეთყობა ისე იყო იქ სურათი სულ შენახული მაქვს რომ ზედმეტი არ მომივიდეს ხოლმე ხანდახან მაინც თვით კონტროლი დიდი რამე არის ისე მეგობარიც ყავს თქვენ არ დაიზარეთ თქვენ მეტყვით რატო მეტყვის სხვაც მეტყვის რომ არასწორად მაგრამ თვითონ თვით კონტროლი დიდი რამე არის აი რაცა სულაც აფხოცილია ატროფირებული აქვს სამწუხაროდ ამ უბედურ კაცს რა აი ხოლმე სათავეში მოექცა განგებამ უბრალოდ იხუმრა რა ჩვენთან და დაგვცინა ისტორია რაღაცა ხუმრობა გადაწყვიტა და იხუმრა ამ სახით რა აი ესე იხუმრა ნუ საკმაოდ ბოროტი ხუმრობა კი გამოვიდა ისტორიას მაგრამ ჩვენია ხოლმე ისტორიას ჯის ესეთ კაცის ნათქვამია სამწუხაროდ ისტორია არავის არასწავლის არაფერს არასწავლის და თვითონ უნდა ისწავლო და თვითონ არისწავლიო მას აქვს ერთი თვისება ჯის სასტიკად იმას ვინც არასწავლობს და არ ითვალისწინებს სულ ჩვენ თავზე უნდა ახდენს ხოლმე ალბათ ბაბანოვი განმხევლია მაგობეთქეს მაყურებელს ჩვენელს ადავაქვს ძალიან კარგია ეს ბაბანოვი კარგია ახლა ჩვენი გახდა ჩვენი სტუმარი მადლობთ რომ გისმენთ კარგად განდებოდეთ ნახვამდის